Femme fatale, საბედისწერო ქალი. ასე ამბობენ ქალზე, რომელიც ცხოვრების გზაზე თამამად მოაბიჯებს და უკან მამაკაცების შლეივს იტოვებს. ქრისტინე იმედაძე, მომღერალი და ტელეწამყვანი. დაიბადა და გაიზარდა თბილისში, ხელოვანების ოჯახში. მამა ია ფარულავას ნახევარი ძმა. დაამთავრა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა. 4 წლის განმავლობაში 3G-სა და სტეფანეს ჯგუფის წევრი. მათ შემადგენლობაში წარდგენილი იყო ევროვიზია 2009-ზე. 7 წლის წინ გაყვა ცოლად ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიას. ამჟამად განქორწინებაშია. ყავს 6 წლის ქალიშვილი ტაისია. რუსთავი 2-ზე მიყავს გადაცემა სხვა შუა დღე. მღერის კლუბებში. აი ვინ დაიჯერებს ქრისტინე რომ წლებია ვიცნობთ ერთმანეთს, იმიტომ რომ პაუზა იყო ძალიან დიდი. რა იყო ეს music box-ისთვის რომ ამდენი ხანი? ვერ გავიგე არ გადახსენდი ეთყობა არასდროს და არ მომიკითხე, აბა ხო მე არ დამავიწყებია შენი. სინამდვილეში ჩვენ ყოველთვის გვახსოვდა ქრისტინე, მაგრამ ვერ გამოვიჭირეთ, იმდენად დაკავებულია ხან საქართველოში არა და გილოცავ დაბრუნებას სამშობლოში. მადლობა. ჯერ ან რატო წახვედი, ან რატო დაბრუნდი მაშინ? ავეთიცი არის რაღაც ცოტა ხნით პაუზის აღება მინდოდა და დასვენება მინდოდა ყველაფრისგან. დაახლოებით 10 თვე არ ვიყავი აქ და ბოლოს მაინც ისე გამოვიდა რომ ჩემი საქმე გაუკეთებელი დავტოვე და ისე წამოვედი, იმიტომ რომ ვერ გავძელი თბილისისგან. ოღონდ აი გულწრფელად ვერ გავძელი. მარტო იყავით თუ ბავშვთან თბილისის გარშე. ბავშვი მყავდა წაყვანილი, ესე მიმყავდა, მომყავდა, მაგრამ ეტყვა მაინც რაღაცა გარკვეულ ასაკში მე უკვე გიჭირს შორს შენი სამშობლოსგან ყოფნა, იმიტომ რომ ნუ ეს შენი ფოტოები ვნახეთ მოდურ ჟურნალებში. ხო, ნუ მოწყენილი არ ყოფილა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბიჭოლა ვის მოაწყენს. ისე კი არ ცხოვრობდი, რომ რაღაცა მაკლდა თქვათ ეს რაღაცა ხალხი და ყურადღება და ეს ჭველ ამბები არ მაკლდა, მაგრამ მაინც აი მენატრებოდა რაღაცა სიტუაციები, ჩემი თუნდაც კაფე, ჩემი მეგობრები, ვიღაც ჩემი მეგობრების სახლები მენატრებოდა. ნუ მოკლედ ძალიან ის დამემართა ნოსტალგია და თითქმის 1 წელი ქრისტინე კიევში ცხოვრობდა. ბავშვი მიყავდა, მოყავდა. ძირითადად მოდის სფეროში. ბიჭოლა სამეგობრო წრეში ტრიალებდა. იქაური საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა და მოდის ჟურნალების ფურცლებზეც აღმოჩნდა. იცი პირადად მე რამე სიამოვნე მიკი მესმის რომ რა თქმა უნდა უცებ ვერ მოხვდები იქ ესე ვთქვათ fashion ცხოვრებაში ხო სულ სხვა ქვეყანაა და იქ არ გიცნობენ იქ შენ არა ხარ ხო ერთ-ერთი წაუყვანი მომღერალი როგორც ჩვენ მაგრამ მე სიამოვნა რომ უკრაინულ მოდურ ჟურნალში ერთ-ერთი შენი ლუკი იყო როგორც ყველაზე გემოვნებიანი და საუკეთესო გესიამოვნა შენ რომ შენ მოხვდი ანუ ესე ვთქვათ VIP სტუმრების რიგში რომელიც შემდეგ ყდაზე არა და ერთ-ერთ ფურცელზე მოხვდა ხო რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო იყო მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მე ვფიქრობ რომ ბიჭელას დამსახურებაა იმიტომ რომ მასთან ერთად დავდიოდი ამ ტუსოვკებზე ცნობილები ლიზასთან ერთად ერთ-ერთ მიზეზად შენი წასვლის კიევში დასახელდა ის, რომ აი არჩევნების მერე შეიკვეცა რუსთავი 2 შტატები, რაღაცა გადაცემის გადახალისება მოხდა და ძალიან ბევრი წავიდა, მხოლოდ შენ კი არა, ლიკა ევგენიძე ამერიკაში წავიდა, შენ უკრაინაში წავიდა. ეს დაემთხვა უკვე. ლიკა ისედაც აპირებდა წასვლას და მეც ანუ გეგმაში მქონდა სექტემბერ-ოქტომბერში კიევში წასვლა. უბრალოდ ეს ამბები დაემთხვა. მე იმიტომ ვთქვი, საბედისწერო ქალი, რომ ესეც იყო ნათქვამი რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი წავიდა უკრაინაში და ქრისტინეც წაიყვანა. ოღონდ ვინ არ მახსოვს? ვერ გავიგე ეს საკმარისია ქვეყანა დავტოვო ვიღაცა მაღალჩინო. აბა რა გავიგე არ შემიძლია არ მუშაობა არ მაქვს იმდენი რაღაცა ნუ არ ვიმსახურებ რომ მე მქონდეს იმის საშუალება რომ ავიღო ბილეთი და გავფრინდო. თუნდაც აი გერცი არ მაშინ დაანებე თავის სიმღერას ტელეწამყვანობას გახდი რიგითი ადამიანი ჩვეულებრივი და არავინ არ გააკონტროლებს შენ ცხოვრებას არავინ შენზე არ იჭერავის რადგან ხარ საჯარო პირი ეს იყო ტყუილი მე წავედი კიევში ჩემ საქმეებზე ჩემ მეგობრებთან ჩემი საკუთარი ფული დავიღე ბილეთი და გავფრინდი 2012-ში არჩევნების მერე ტელევიზია დატოვა. უკრაინაში წავიდა, მაგრამ ახლა, როცა კვლავ შუადღის ეთერში დაბრუნდა, სიხარულს ვერ მალავს. შენ დაბრუნდი ტელეეთერში, კვლავ რუსთავი 2-ზე ხარ. რა ცვლილებებია, ვინმე წავიდა, ვინმე შემოგიერთად, რა ხდება ახლა შენს გადაცემაში? სხვა შუა დღეში. სხვა შუა დღე დამხვდა. აი სულ ვფიქრობ ხოლმე, სად ვიმუშავებ, სადაც არ უნდა წავიდე და სადაც არ უნდა ვიყო, მინდა რომ თუ ტელევიზიაზე იქნება რა თქმა უნდა საუბარი მინდა რომ აი ეს ჯგუფი რომელთანაც მე
შუა დღეში ვმუშაობ. მინდა რომ ყოველთვის, სადაც ვიქნები, იქ იყოს იგივე ადამიანები ჩემთან ერთად, იმიტომ რომ ჩემენაზე მოლაპარაკე ადამიანები ბევრი არ მეგულება დედამიწაზე, როგორც მე გამიხარდა ამ ტელევიზიაში დაბრუნება უშუალოდ ამ გადაცემაში, ალბათ არ ვიცი ესე ვის რა უხარია ცხოვრებაში. აი ოდნავაც რო არ გეზარება სამსახურში იმის და თან მე მარტო ეთერის დღეს არ მივდივარ, დავდივარ 1-3-4 დღე, წინასწარ სანამ ეთერი მზადდება, რაღაცა იქ ჩემ პატარა სიუჟეტს ვამზადებ, ჩემ თემაზე ვფიქრობ, წერ რაღაცა. ცნობილები ლიზასთან ერთად. კეთა სადაქალოდან ცოტა თუ ვინმე მოხვდა ქორწილში. მოგეხსენებათ, რაოდენ რთულია საქართველოს მოქალაქისთვის რუსეთის სტუმრობა. თუმცა ამ მცირე იღბლიანთა შორის ქრისტინე მოხვდა. ალბათ ძალიან ბევრი კეთას მეგობარი აი შურით უყურებდა ფოტოებს, სადაც შენ იყავი მის ქორწილში, იმიტომ რომ შენ იყავი ჯივიშნიგზეც, ხო, მე ქორწილშიც იყავი და ნუ მაგარი დრო რო გაატარეთ, ყველამ ვიცი და სამწუხაროდ ბევრი ვერ ჩავიდა რუსეთში, იმიტომ რომ რუსეთთან არ გვაქვს სავიზო რეჟიმი. შენ როგორ გასაკეთებელია ვიზა, მაგრამ მე რაღაცა გამიმართლა მეგობრების წყალობით. სეფქეთამ წეს რომ მოკლედ სექტემბერში ქორწილი მაგ და ეხლა დამეხმარე კაბის არჩევაში და ხო, ჩემი პასუხი, ანუ ვერ წავიკითხე რა მომწერა და მე აი რაღაცა უცებ მას ვქენი მივაფუჭე თან უყურადღებოთ და არ დავტოვეთ რაღაც ისეთი პასუხი გავუწევ. ანუ რეაქცია არ მოყვა, როგორ ქორწილი, ხო? მარტო ხო და მეტი არაფერი. ჯერ აი ჩემი ქორწილი რო არის, უკვე რატო არ ხარ პანიკაში, კეთას. არასდროს არ უოცნები აქ ფუშფუშა კაბაზე გრანდიოზულ. ჩვენ გვეუბნებოდა რა ერთხელ ქორწილი არ მინდა. ქორწილი ისეც არ მინდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს არის ოფიციალური მუშაობა. იმიტომ რომ ყოველდღე მიექცე ყურადღება ყველას რაღაცას მოუთხრა, ყველა რაღაცას გეუბნება და ვერ ერთობი შენ. შემიძლია ჯერ ნუ რა არის პატარძალი თავის ქორწილში, ყველა ერთობა პატარძალის გარდა. ოღონდ ყველაზე ძალიან გაერთო თვითონ ქეთა თავის ქორწილში და რაც კი რამე ოდესმე საქორწინო კაბა ჩემთვის მომწონები. აი მან დავიჭირე ჩემი თავი რომ მართლა ეტყობა გულწრფელად და როგორ სუფთად მიყვარს ქეთა რომ მისთვის საქორწინო კაბა რომელსაც მარტო ჩემთვის ანუ შევინახავდი ყველაფერი ქეთას გავუწევ. ეს რაღაც ჯადოსნური კაბა ეცვა, რომელიც მე ტრანსფორმირება მოხდა. კიდევ ერთხელ ხო გამოიცვა. მე მგონი ქორწილზე უფრო სახალისო იყო ჯივიშნიკი, ანუ ესე ვთქვათ, გოგოები რო იკრიბებიან და ანუ ქალიშვილს აცილებენ აი ამ ოჯახურ ცხოვრებაში. და ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი და რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი იყო. ჩვენი ქრისტინეც რა თქმა უნდა, ყველას ეცვათ მაისური ქეთატოპურია ვიხოჯით ზამუშ და ნამცხრებს აღარ ვახსენებ რა ფორმის ნამცხრები იყო. ამას კადრში ვერ ჩავსვავ. და ბოლოს მე ქეთა საშინელი ნამცხრია რა არის ესა და მე ხაში მოდი და მარტო ეს ქვედა ტარტალეტკის ნაწილი ვიჭირას და გემრიელი ყოფილა ეს ქვემოდანი. მე კაი არც დავინტერესებული ვარ ეს. ის იდეა იყო ეს ესეთი სახუба რა არაფერი არ იცოდა. სიურპრიზი იყო. სიურპრიზი გაუკეთეს იქაურმა თავისმა მეგობრებმა. ჩვენც არაფერი არ ვიცით, ჩავფრინდით და იმ საღამოს მოგვიწევით რომ საღამოს 9 საათზე სადღაც უნდა მივსულიყავით და შავი შარბალი უნდა მქონოდა. იმიტომ რომ ზემოდან მაისურები ხო გაკეთებული იყო და ძალიან სახალისო ჯივიშნიკი იყო, პროსტა არ ვიცი ხა მე შეიძლება თუ რა ყველაფრის მოყევი, რამე მაინც მოგვიყევი. მივხვდი. აუცილებელი ატრიბუტი სტრიპტიზორი ბიჭები. ხო გამომიცანი. ეს ხო ყველგან ხდება. ჩვენ ეს გვინახავს გენაცვალე. ვიცით რა ხდება. იცი რა არის? ალბათ დახურულ ფართებზე კი. ალბათ ქონია და არ ყვები. კი, შეიძლება. ან უბრალოდ ისინი არ არიან ცნობადი სახეები და შესაბამისად ჩვენ უბრალოდ არ გვაინტერესებს მათი ხო, მე პირველად მოვხვდი ეგეთ გოგონათა შეკრებაზე თუ რა დავარქვა, არ ვიცი, ნამდვილად ფილმის მეტი არსად არ მინდა. ანუ როგორი იყო სახალისო იყო სექსუალური იყო, აი როგორი იყო? არა, აი რაღაც პატარა ბავშვების გართობას უფრო გავდა, იმიტომ რომ აი მათრახები, ანუ კოსტუმირებული რა თქმა უნდა, ლატექსის კოსტიუმებში რაღაცნაირი თავისი კასკები და აი მათრახები და ცოტა სასაცილოც იყო, მაგრამ თავდახოცი პირველი რეაქციათან მე ცოტა კაცი და მენტალიტეტი. ხო, ჩასული და ნუ არაფერი იცეკვეს რაღაცა გვეთამაშდნენ, გვაბზრიალეს, წაგვიყვანეს, წამოგვიყვანეს, ბოლოს ერთი ზანგი ბიჭი გააწვინეს ბარზე და დააყარეს მარწყვები. და მოდის ორი ესეთი ბატიბუტი და წამოდი ხა უსმე ჭამო. მე ალერგია მაქვს მარწყვზე ვერ ვჭამთ გონი. მითხარი, არაო, ნუ აი ცოტა უნდა ჭამო და ნუ აი
კარგი რა დაგაკომპლექსეს ქრისტინე. ბიჭო რუსულმა შოუ ბიზნესმა რა ვაგვაჯობა და ამ საქმეში. მარტო შენ იყავი ქართველები იყვნენ კიდე ქეთას ბავშვების მეგობრები უბრალოდ აი ნინი თაკოვმა ვერ მოახერხეს წამოსვლა აი ამ პრობლემის გამო. აი ცოტა ხომარ არ ვიცი შეგშურდა ცუდი სიტყვა, იმიტომ რომ აი რო ჩვენთან არ ხდება ესე, რო ჩვენ არ ვართ შეიძლება ესეთი თავისუფ თუ პირიქით ეს კარგია, რომ ჩვენ უფრო ტრადიციული ხალხი ვართ და ჩვენ მაგალითად წავიდოდით რესტორანში და იქ რაღაცა დუდუკი და იცი რა არის ხა ჩვენთან ეს არ ხდება, ვინმე მოახდინოს თუ შენ არ მოახდენ და თუ მომინდება მოვახდენ და ჩემ წრესთან ერთად რა თქმა უნდა გავაკეთებდით. აქ ეს ჩემთვის ძალიან სიახლე იყო. ნუ არ ვიცი, მე არ მქონია არც ასეთი დიდი ქორწილი და შესაბამისად არც ძვიშნიკი არ მქონია და ამიტომ აი შემდეგში რომ გავთხოვ და აუცილებლად გააკეთებ. აი მე რა სად გადაიხდი ქორწილს უცხოეთში? კუნძულებზე თუ ევროპაში თუ აზიაში? ხო, ზღვისპირას მონაკოს. შენ ახსენე კიდევაც რომ ძალიან მოგწონს ლოვა, ანუ ლევ გეიხმანი. კარგი ბიჭი, აი ძალიან. არც ეჭვიანი არ არის. არა. აი მე არ ვიცი ამ ყველაფრის ერთად სინთეზი ამ ერთ ადამიანში როგორ მოექცა, იმიტომ რომ ძალიან მამაკაცური, ძალიან აი რაღაცა დინჯით, თან ძალიან მხიარულები და ხო ვიკებ რა იქეთა ხო ძალიან ზემხიარულების რაღაცა. გიჟია ჩვეულებრივ და აი თავდა რომ გავიცანე ეს ლოვა ცოტა ვიფიქრე რომ ხა ამას ქეთა სახში, მაგრამ ქეთა ის სახში კიდე სხვანაირია საერთოდ და მაგრამ გამიწერაზე ორივე რაც ჩაიდინეს, იმიტომ რომ ორივე ერთად იცნობდნენ გიჟები ვერ დავაწყარეთ და თავიდან ვიფიქრე რომ ქეთა მატეხა ჭიხვინი როგორც ვიცის ხოლმე გაეცინა ამ ქალბატონზე ამ მონოლოგს კითხულობდა ისივონი ვაშ ბრატ და ეს ვერ შეიკავა თავი და მეთქი აი ხა გულში გავიფიქრე რომ აბა ეხა ელოვა და ესეც აყვამერე და მივხვდი რომ მოკეთ ერთმანეთის ძალიან ორი გიჟი ეგეთი კარგი წყვილი მე მეორე არ ვიცი აი ხო აი რაღაცა დევიდ ბექემი და ვიქტორია თო ჩემთვის ქეთა და ლოვა არიან ყველაზე მაგარი მთელი ბომონდი იყო ქეთას ქორწილში ვინმე გაიცანი უშუალოდ ან უბრალოდ ახლოს დააკვირდი და აი რაღაცა შენთვის აღმოჩენა იყო აი ფოტოზე ვნახე პუგაჩოვასთან და გალკინთან ერთად მაგათან ერთად სცენაზეც ვიდექი ჟურნალაში 2002 წელს პირველად კი არ ვნახე აი დიდად რო არ მოგატყუო სტუმრები არ ჩემი თვალერები ძიმა ნახებივანი იმიტომ რომ პირველი მაგანი მღერა გამოვიდა სცენაზე და რო დამინახა ჩამოვიდა სცენიდან და მეც მისგან რა თქმა უნდა დავიძარი და მივესალმეთ ერთმანეთს და მთელი 5 სიმღერათან ელაპარაკებოდა არა თვითონ ანუ ძიმა მღეროდა აი ქრისტინე ალბათ ახლა შეიძლება რთული ამის შედარება მაგრამ არაერთ ქართულ ქორწილშიც ხარ ნამყოფი თუნდაც ულამაზესი ქორწილი ქონდა ანასტასიას ნინი ბადურაშვილს ძალიან განსხვავდება ეს მათი და ჩვენი აი შედარება რო გავაკეთოთ ქეთას ქორწილში სწორედ ეს იყო ცოტა ჩემთვის უცნაური და გამიხარდა რომ ეტყობოდა ქორწილს რომ იყო კარგი ქართველი გოგოს ქორწილი იმიტომ რომ არ დაკლებია საქართველოს ანუ სადღეგრძელო ქართული სიმღერა იქ კაბზონის რაღაცა ფურცელაძე რატო არ წაიყვანეს თამადად აჩი წამყვანი ყავდა ქორწილს გალკინი მაქსიმ გალკინი მე მგონი 100,000 ევროზე ნაკლებს არიღებს იმისთვის რომ წაიყვანოს რაიმე ღონისძიებამ ქორწილი და ქეთას ქორწილში სხვადასხვა არ გამოვიდა გალკინის დაბადების დღეზე გადაწყდა რომ ქეთას საერთოდ ქორწილი ექნებოდა და არ მგონია რომ არა ჰონორარი ნამდვილად არ გამოურთმევია და ეს კიდე ერთხელ იმის აღსანიშნავია რა ნიშა უკავია ქეთას და ჯგუფას სტუდიას და რამდენად მას პატივს ვცემენ ცნობილები ლიზასთან ერთად Stefan and 3G ევროპული აღიარება MTV-ს ჩარტებში მოხვედრა ტურნე უცხოეთში მოსაგონი ნამდვილად ბევრია მაშინ 4-ვე სჯეროდა ევროპამ კარი გაუხსნა
საქართველოში ყველაზე წარმატებული პოპ პროექტი სამიჯი და სტეფანე დაიშალა. ეს რაღაცნაირად შეუმჩნევლად სკანდალების გარეშე მოხდა. ნინი ბადურაშვილი გათხოვდა, ქრისტინე უკრაინაში წავიდა, სტეფანე პროექტ ახალი ხვით დაკავდა. ცოტა გული მწყდება, რომ თითქოს და მუსიკა, სიმღერა დაგრჩა მიღმა. მე მუსიკა და სიმღერა მე კი არა, მუსიკას და სიმღერას დარჩა ეს ქვეყანა მიღმა საერთოდ და მე ეხლა მინდოდა ზუსტად ეს მეთქვა, თაკო გაჩეჩილაძის კომენტარი ჩავწერეთ, შარშან მე მგონი და მაშინ ამბობდა, რომ ჩემზე უფრო ალბათ არ არის არ წყდება გული ის, რომ ჩვენ სცენა აღარა გვაქვს, სადაც გამოვიდეთ და კონცერტი აღარ იმართება და სად არის ახლა სამი გოგო და სტეფანე? არ ვიცი, მეც ეგ კითხვა მაქვს, აი რა ხდება საქართველოში, გარდა იმისა, რომ ყველგან მარტო პოლიტიკაა. ფაქტია, რომ აქ უკვე აღარაფერს ასწრე არ არის. ხონდი ქრისტინე, თქვი რა იყო მაინც მიზეზი ამ დაშლის? ამაზე მე შედიდიას მოგცემ და თუ ეგ გაინტერესებს, შემდეგ ინტერვიუ ჩაწერე სტეფანე მღებრიშვილთან. გარკვე მასთან, იმიტომ რომ მე არა მაქვს კითხვაზე რატომ პასუხი. იმიტომ რომ აქვს არაჩვეულებრივი ალბომია გაკეთებული, არის კლიპები, კიდევ 1000 შემოთავაზება იყო და მილიონი გეგმა და მე რატო არ შედგა ეს ყველაფერი, მართლა არ მაქვს ამაზე პასუხი. ვისაც ქრისტინე სიმღერები არ ახსოვს, გაგახსენებთ. სიმღერა მე არ მგავს. ქრისტინე. Why? თუმცა ნამდვილ პოპულარობას მაშინ მიაღწია, როცა ნინი ბადურაშვილთან და თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად სტეფანეს კვარტეტში გაერთიანდნენ. თუმცა მე მინდა გაგახსენო თქვენ, რომ ქრისტინე იმედაძე თავიდანვე იყო სოლო მომღერალი და აქვს რიგი ძალიან კარგი პოპულარული სიმღერა, თუმცა ძალიან ცოტა გაქვს პირდაპირ თქვა. მე ძალიან ბევრი მაქვს და ეხლა რაშია საქმე. მე ეს წლების სიმღერებს ვწერ, მაგრამ კლიპი არ გამიჭია. და მე ვინახავ და იქ ხა კონცერტებზე რომლებზეც შენ არ ხვდები ლიზა და არ იცი, იქ ვასრულებ ამ სიმღერებს და შემიძლია მე დაგპატიჟო შაბათს აბაშიძეზე მისონიში და მობრძანდი და მისონში. ხო, იქ პატარა ის არის პატარა კლუბია და ისეთი სხვა ნაცნობი. თუმცა ერთი შენი კლიპი გადიოდა, ეს იყო Why? ერთის გადიოდა რიმეიკი, მაგრამ გავიდა რომ ისიც გადიოდა ეს მე არ მგავს. კლიპი არ აქვს. კლიპის გარდა მე საერთოდ ამომივარ და თავიდან რომ კიდევ არც ის ვიხდი ამისთვის, მაგრამ რადიო. და მავიწყდება რომ რადიოში სიმღერები არის მისატანი. ადრე ამას რაღაცა სხვები აკეთებდნენ, ჩემაგირა და რატო ხარ ეგეთი დაბნეული? რა ის სიმღერები. არა ხო არ გავიწყდება რომ ბავშვი დინით სკოლაში მიდის. აი მაგის ბრალია რომ ეგ არ მავიწყდება და ისინი უკვე აღარ გაგიგენ. იმიტომ რომ ბავშვის სკოლაც და სიმღერას და თურვას და ისიც და 1000 რამეზე დადის ის ბავშვი და უკვე ჩემი დრო აღარ არის საერთოდ ჩემთვის არავის აყარ ძალი. ქრისტინე მუდმივ ძიებაშია. სიმღერა, სცენა, ცეკვა, ტელევიზია, მოდა, ყველა ეს სფერო უკვე ათვისებული აქვს, მაგრამ საბოლოოდ რაზე გაჩერდა? თავიდან ბალეტი იყო, ხო? ეხლა უკვე ბავშვი, ტელევიზია, მოდის სფეროსაც ითვისებდი, ხო? მე როგორც მიხდი უკრაინაში ალბათ უფრო მოდის სფერო, თუ არა? მე ვათვალიერებდი. სინჯავდი. და რა თქმა უნდა ცეკვა, როგორ არ ვახსენო ცეკვანე ვარსკვლავები, იმიტომ რომ ამის წინ ვნახე ისევ და ისევ ფოტო, შენ და იულა ქავთარაძე ხართ, იცნობდით მანამდე ერთმანეთს თუ არა? ჩვენ ეხლა ხანს გავიცანით ერთმანეთი. უკვე გაერთიანებთ უკრაინა, რა თქმა უნდა, თქვენი მეორე სამშობლო. ძალიან ცოტა ხანია ვიცნობ და ისეთი აღვთვანებული ვარ ამ გოგოთი და შეყვარებული რომ ვინ გყავს შენ იქ მეგობრები, ვისაც გულშემატკივრი? ჯერ ყველას ვიცნობ. ყველას ვიცნობ? ხო, ყველას ვიცნობ. მე ხა მოიცადე სია დამიდე ესე ლიზა რომ მოძრავ ჩემი ტვინი ესე რომ აზროვნებდეს უცებს ნუ იქ არის კოტიკო თოლორაიანი, ანა ნებიერიძე, სალომე ჭაჭუ არის. ყველას სალომე არ არის კონკურსა. ხო, ნუ უკვე ვარსკვლავის რანგში გადის. ხო, ნუ გიორგი ყიფშიძე, გუგა კუზანოვი. ყველას მინდა გუგასაც ძალიან დიდი წარმატება უსურო. უბრალოდ აი ჩემთვის რაღაცნაირად გამორჩეულია ეს ორი ადამიანი, კეთილ ხატიაშვილი და იულა. სხვათა შორის მე მახსოვს შენი გამოსვლები და შენ მართლაც და ძალიან კარგად ცეკვავდი, მაგრამ იქ პრინციპში უმრავლესობა კარგად ცეკვავდა. ცოტა რაღაცა წენა ქონდა თითქოს, იმიტომ რომ გამოეთიშე ტურნირს, აი სადღაც არა, შუაში წენა მქონდა, რომ ესე უშნოდ გამოვეთიშე, ყველაზე ცუდი ცეკვა მქონდა. ყველაზე ცუდი კაბა მქონდა. ცეკვა ჯერ იყო სხვა ორი დრო სხვა რამე რეპეტიციები და ბოლო წუთებში შეიცვალა და ახალი დადგეს.
არ მომწონდა არც მუსიკა. კაბა იყო 90 კილო. და რატო არ შეიტანე შენი კორექტივები რატო რატო შეიტანე კაბა სცენაზე გასვლამდე? არ მეღირსა კაბა. აი ვიყავი ძალიან გაბრაზებული იმაზე, რომ ესე უშინოდ წამოვედი, მეჩნე რომ რუმბა წინა რაც იყო, იქიდან გამოვარდნილი ვიყავი. ერთ-ერთი პრობლემა იყო ის, რომ აი შუა აი ახალდაწყებულ რეპეტიციებზე აღმოჩნდა, რომ მე 2 წლის წინ, თუ უკვე 3 წლის წინ ავარიაში მოვყევი ხერხემალი დავიზიანე, რომელსაც არ მივაქცია, მე შეყვათ, რომ არ შეუწუხები ვარ. და დიდად ექიმებსაც არ უთქვამთ, რომ რაიმე სერიოზული მჭირდა და ამომიხდა ამ რეპეტიციების დროს და ნუ აი თეატრში ვიყავი ხა. მაშინ არ მინდოდა ამ ყველაფრის მოყოლა, იმიტომ რომ რაღაცა არ მინდოდა რომ რაღაც პეგულანტობაში ჩავეტო, მაგრამ ნუ აი ხელს რომ მკიდებ და ისე ჭყავდი. ეს ისედაც სამეჯლისო ცეკვებმა იცის ეს ნეკნების, იმიტომ რომ იქ სულ კრისტალო რაღაცა მოძრაობებია და ვთქვათ, როცა სხეული აი ეს კუნთები არ არის გამაგრებული და მოძრაობებს შეჩვეული, რასაც ერთადერთი მიმდინარეობაა ცეკვის, რომელიც არ მეხერხება. რომელიც არასდროს არც მისცი, აი ჩა არასდროს არც გამიმეორებია ფეხი და ჩემი უსაყვარლესი პროექტია. არა, არაჩვეულებრივი პროექტი არის, მაგრამ აი მე ქრისტინე იმედაძეს თუ ამდენ ადამიანს უყვარდი და ესე ვუყვარდი და ესეთი სითბო მე მართლა ცხოვრებაში არასდროს და აი მარტო ჯერ ამის მადლობელი ვარ მაგ პროექტის. თუმცა ამ პროექტმა რაღაცა ცოტა შეიძლება რა დაქალი ლამის დაგაკარგვინა. იმიტომ რომ თაკოს მოვიდა მე გაჩეჩილაძეს იასთან კონფლიქტი და შენ დარწმუნებული რომ გაიჭყლით შუაში თუ არა? თუ არ ჩარეულ ხარ? რა თქმა უნდა არ ჩავე. ეს არის ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ეს არის ჩემი უსაყვარლესი მამი. У всех свои недостатки. არა მოიცა რა ქიშენი ან ერთ რა უთხარი ან მეორეს. არაფერი, არა, არც ერთი არ შემხებია და არაფერი არ ჩაურები ვარ და არც მე არ ჩავარ. კაი, აი თაკო არ გითხარ, რა არის მამი და შენ ას დამეტაკა რაღაცა. ეგ რა მოხდა ეგ თქვა. არა, ნუ ეგ ისე დაფს, არა. თან ია მე ვიცი შენი არა მხოლოდ მამი და ანუ შენი მამა შენის და არის, ხო ნახევარი და. და არის და ტაისიას ნათლია. აი ეს ვიდეო და მეთქვა. როგორი ნათლია? აი არაჩვეულებრივი. 40 წუთით იყო ტაისია სადმე დასატოვებელი და ია ძალიან დახვდილი სამსახურიდან ემოსული. თან იას თავისი წესები აქვს მაღაზ ამადამ საათიდან აქამდე ძინავს, აქედან აქამდე ჭამს, აქ ფიქრობს და თავისი დროები აქვს ეს ყველაფერი ამ და დაწყობილი დაპროგრამირებული და აი აქ ეხვეწები მოგიყვან ტაისიას და არასდროს არ მახსოვს. მე ხო შემო დაგეზაროს. შენი შვილი არ შეგიცია ხანდახ. მე არ მახსოვს იას უარია თქვა. ჯერთი სკოლაში რო წავიდა ტაისია აი დილის ნახევარზე იას სკოლასთან. იმიტომ რომ ნუ ძალიან იმზადებოდა იმისთვის რომ ტაისია უნდა მხიარულად და ესეც ნათლიების სახურადღებოდა ეს ნათლია დილის ხრის ნახევარზე აცილოზე თან ია რომელისთვისაც ნუ აი ღამეთან თავისი გადაღებებით და ამბები დილას ესე ადგომა და გარეთ გამოვარდნა არ არის მარტივი თორე ცნობილები ლიზასთან ერთად ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია და მომღერალი ქრისტინე იმედაძე ერთი შეხედვით იდეალური კავშირი, მაგრამ არა. მათი რომანი ისევე მალე დასრულდა, როგორც დაიწყო. წლებია ერთმანეთთან არ კონტაქტობდნენ. ახლა ნელ-ნელა ურთიერთობა ლაგდება და ამის მიზეზი მათი საერთო შვილი ტაისია. აბსოლუტურად მოლოდნელი იყო ქრისტინე შენ როდესაც შენ გათხოვდი, თუმცა ძალიან ხშირად მომღერლები, მოდელები და ფეხბურთელები, სპორტსმენები აი ეს ალიანსი არის სხვათა შორის წარმატებული. შენ შემთხვევაში რატო არ შედგანენ? იქნებ ნაჩქარევი იყო ეს ნაბიჯი ან რაღაც ვერ იპოვეთ საერთო? მე მომეჩვენა რომ ძალიან კარგი დრო იყო ამისთვის და მასაც ასე მოეჩვენა და მომეჩვენა რომ შევქმენი არაჩვეულებრივი ოჯახი და კარგახანს ესე მეჩვენებოდა მაგ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესდღეობით არის ის რომ რები გავიარე როგორ გავიარე დღევანდელ მას შეიშალა, შენ შეგეშალა, მაგრამ აი ზოგადად ალბათ რაღაცები მეც არ დავთმე და მასაც ბევრი რამ შეიშალა, მაგრამ ნუ თავარია რომ მან ეს თავის თავში აღიაროს და ეს ყველაფერი გამოასწოროს თავის შულთან ურთიერთობაში და ტაისიასთან დამოკიდებულებაში და მე დღესდღეობით დღევანდელ დღემდე როგორ მოვედი ეს როგორ მოვიტანე ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დღეს მე მიხარი რომ ტაისიას თავის მამასთან აქვს კარგი ურთიერთობა. მის გავს უფრო ტაისია შენი აზრით? ტაისია ძალიან გავს ლაშას, აი ყველა ნაკვთი, თვალი, ცხვირი, ტუჩი აქვს ერთ-ერთი ლაშას. ხუჭუჭა. ხუჭუჭა ჩემი თმა. შენი თმა. მაგრამ უფრო ღია ფერია.
ტაისია 6 წლისაა. პირველ კლასში დადის და ძალიან დატვირთულია. მუსიკა, სიმღერა, ენები. როცა ქრისტინეს არ სცალია, მიშვილს დედობას ბებია უწევს. ქრისტინე აღიარებს. ტაისიას 2 დედა ჰყავს. როგორი გოგოა ტაისია? მე ძალიან უყვარები ვარ, იმიტომ რომ მე ესეთი კომფორტული გასაზრდელი ბავშვი არ მგონია რომ ვინმე სყავს, იმიტომ რომ პირველი დღიდან აი სუთოთოობიდან ლიზა არ შეუწუხები ვარ საერთოდ. მარტო ჭამის რო იყო ახლა და თვალს წამოიწმუნდა რომ მე მიხდარიყავი რომ შია, იმიტომ რომ აი საერთოდ ადამიანს არ შეუწუხები. უბრალოდ აი ეხა რომ ესეთი რითმი აქვს, სიმღერაც ეკვა, ტანვარჯიში ცურვა, ყველაფერს ერთად რომ დადის, მარტო ეს არის ჩემთვის ახლა სირთულე, თორე თვითონ აი ადამიანი არის, აი ყველანაირად დამჯერი რაღაცა რიდიც აქვს, იცი სად რა, როგორ მოიქცეს, ну ძალიან кай გოგო. ახლა ჩემთვის რომ ვაკებ რა წესია, შორის ძალიან კარგი გოგო და არ ვიცი ეგე დაიბადა ალბათ, ну მარტო აღზრდას არ ექნება ესეთი ნიშნა. სხვათა შორის რაღაც ქეთაზე რამდენი ვილაპარაკებ და ნინი რატო გამოგჩა არ ვიცი, ნახე ნინის ელენე, როგორი გოგოა. როგორ არ ნახე, სასწაული გოგო, აი უსაყვარლესი, ну გვაც, აი ესე მაგდა. ვაიმე, დაკოთი შეხედეთ პროსტა. ვიზგავს ქრისტინე, როგორ თუ ჯერ ადრე ამასაუბარ. ცირ არის თავიდან რაღაცა, აი ვერ გავიგე, რაღაცა ესე მონაკვეთით ნინის ძალიან გავდა თავიდან. მე ხო ეგენი ძალიან ხშირად აი ყოველ დღე სხვადასხვა ხო იღუწებენ. ქრისტინე, ხართ ყველანი ძალიან გასხვავებულები, ძალიან ინდივიდუალურები და ძალიან თქვენი რა თქმა უნდა რაღაცა ნაკლებით იჭერო. ანუ მე ვამბობ აი ამ სამეგობრო წერს ვასკლავურ მომღერლებს. მაინც ვისთან გაქვს ყველაზე დიდი სიახლოვე, შეიძლება სულიერი. აი ვისთან გაქვს აი მე საიდუმლე ვინ არის იქნებ შენი, აი რომელს დასახ. თუ შენ ახლა არ გინდა აწყენინო დანარჩენი. არა, რა სულელეები ზენო ვისთვის არის ხა საწყენი, როცა მე მყავს ახლა მეგობარი და იმას. არა, რა შესაძლოა ცილიზა საიდუმლოებები არ მაქვს. და ძირითადად აი ყველა ჩემო მეგობარმა იცის ყველა. აი თქვენ როდესაც იყავით ჯერ 4 გოგო იყავით და შემდეგ 3, ხო? და რა თქმა უნდა ყველაზე პირველი ყველაფერს იგებენ ქეთა, ნინი და თაკო. ხო, მაგრამ ყველას გაქვთ ისეთი განსხვავებული და საკმაოდ ესეთი ჭირვეული ხასიათი თქვენი რაღაცა, აი თუნდაც აი დილით არ დანიშნოთ გადაღება, ერთმანეთში ყველანი ძალიან კარგი გადაღებაზე საერთოდ არ გვაქვს არანაირი პრობლემა. აი მე უფრო გადამიღეთ, მე ამ კაბას არ ჩავიცმე, აი იმას რატო ესეთი და მე რატო. არა, ყველა უბრალოდ მარტო აი მარცხენა პროფილით ვდგებით ხოლმე. აკეთას აქ მარტო ქეთა გვეწყობა კარგად და მე და ნინი არა მე დავდგები აქეთ, არა მე დავდგები აქეთ, არა მე ეს მაგ. კაბებს როგორ ირჩევთ? სტეფანესთან როცა ვმუშაობთ ყოველთვის არსებობს ადამიანი რომელიც ზრუნავს ამ ჩაცმულობაზე, ანუ სტეფანესთან ყოველთვის ყველაფერი გაწერილია. ანუ ეს ინდივიდუალურად ხდება ხოლმე დიზაინერთან ჩვენი შეხვედრები. ცნობილები ლიზასთან ერთად. შეფასება საბედისწერო ქალი არ მოსწონს. მიმტკიცებს, რომ ცხოვრებაში არავისთვის წაურთმევი აქმარი და არც არავის გული გაუტეხავს. მაშესჭორები საიდან? გადაცემის დასაწყისში დაგახასიათე როგორც საბედისწერო ქალი და შენ რაღაცა ძალიან გააპროტესტე და რატო არა ეხლა დაუფიქრდი რაში გამოიხე გაგიშიფრავ თუ გინდა. ყველა ის კრიტერიუმი მომიყევი. კი ბატონო, ჯერ ერთი იმიჯი გაქვს ისეთი და ყველა კლიპში, სცენაზეც ყოველთვის გაცვია ძალიან სექსუალურად და იმიჯი გაქვს ესეთი ქალის, ანუ რომელიც მოსწონს მამაკაცებს. როცა მე პირველად კლიპში სექსუალურად ჩამაცვეს, თან აი ჩამაცვეს, კი არა, ერანი. ესეთი მთელი საქართველოს იყო შოკში და ეს ებელზე გაიხსენე. რატო იყო თამამი ვერ ხვდები. დღეს ყოველი პირველი მომღერალი ეგეთი ჩაცმული ქუჩაში იყო. იმიტომ რომ შენში ეს არის შინაგანად და იმიტომ ქრისტინე სხვებში არის ხელოვნურად. შინაგანად ეგეთი ხარ. აი ეხლა ნახეთ როგორ მოია ზიან ახლა ასხედან აქ ჩვენი სამი ოპერატორი აი ხმები აქ დაბლა აი ესე წუწკლებს ღრიან. აი პირი გავუშვა. წყალსვა. აუ რასაზის ღრები. ჩემზე უფრო ჩაცმული არავინ არ დადის მე მგონი დღეს თბილისში. ჩაცმულს არ გულისხმობ, იცი აი ჩაცმული. ლიზა და შემოსილი. მესმის. ძალიან არაშიშველი ვაშიშვლებ და კი ბატონო თუ ვაშიშვლებ მე არ მიყვარს ზედმეტი და ვულგარული მე ვიცი რამდენი უნდა გავაშიშვლო ეს არ იყოს ზედმეტი და ბუნებრივია შენზეც ყოველთვის ჭორაობენ მაგრამ როგორ იცი გამოჩნდა იმედზე
ხო, ალბათ ტელევიზიის ხელმძღვანელის უხეშად რო ვთქვათ, საყვარელია. ალბათ იმას ვიღაცას მოეწონა და იმიტომ გამოაშლის. ალბათ იცი ქრისტინემ ვიღაცას ქმარი წართვა. ქრისტინე, რატო ლაპარაკობი შენზე აი ესეთი ფორმით? ვიცი რომ შენ ეს ძალიან გწყინს. მე არა მწყინს, იცი რატომ მწყინს, რომ მე ვიცი რომ არსებობს ესეთი გამოთქმა, რომ რაღაც ნიადიმა ბიზარია, ხო, მაგრამ მე ძალიან სულელური გამოთქმა აღმოჩნდა ეგ ჩემს შემთხვევაში. არა მწყინს, იმიტომ რომ თუ ხა ვიღაცამ ესე უნდა იფიქროს, რომ ეტყვილა არ იტყოდნენ რომ იმის საყვარელი. ხო. მე შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემ ცხოვრებაში არავის ქმარი მე არ წამირთმევია. არავის მე ჯერით იმიტომ კი არ წამირთმევია და არ გამიბია ვიღაცასთან თქვა რომანი, რომ ესეთი კარგი გოგო ვარ, რომ ამ ცუც აქციას მე ვერ ჩავიდე. ფიზიკურად მე არ შემიძლია მიყვარდეს კაცი, მქონდეს მამაკაცთან ურთიერთობა, რომელიც იქნება გასაყოფი სხვა ქალთან. ვერ დავიძინებ ღამე, რომ მეცოდინება, რომ მას იქ კიდე ვიღაცასთან ძინავს. ეს ერთი მიზეზი და მეორე. მე ვერასდროს ამას ვერ გაუკეთებ სხვა ქალს. იმიტომ კი არა რომ ის ქალი მეცოდება, იმიტომ რომ ღმერთის მეშინია და ვიცი რომ მე ეს არ შემერგება და აუცილებლად იგივე როდესაც დამემართება მე. დღეს ქრისტინე იმედაძე დავინახეთ ძალიან დამოუკიდებელი, ცოტა ესეთი დაუცველი ხო გზნობიარე ადამიანი, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ძლიერი ქალი, რომელსაც ყავს თავისი პატარა ოჯახი, პატარა ტაისია ყავს და მე არ ვიცი, შენ ხარ ახლა ოჯახის ბურჯი, ანუ შენზეა დამოკიდებული ოჯახი და კეთილდღეობა შენი ოჯახის და რას ისურვებდი შენთვის მომავალში, არ ვიცი, ქალურ ბედნიერებას, ანუ მამაკაც თუ კარგ წარმატებულ სამსახურს. ჩემი თავის, შენი სურვე რამე, მე როგორ გითხრა. მე სცენაზე დაბრუნებას გისურვებ, ჩემი ტელევიზიიდან გამომდინარე. შენ იცი რა ისურვე რომ სცენა გქონდეს და მე იქ მე ჩემი დავბრუნდები. სცენა ისურვე ყველას ვადლებ ქრისტინე იმედაძეს, რომ პერიოდულად გავახსენებ, რომ ახალი სიმღერა მოიტანოს რადიოში და კლიპი ტელევიზიაში. ძალიან ეს კარგი იქნებოდა სიმღერებს ეხავე მოვიტან, იმიტომ რომ მაქვს და რაც შეეხება სურვილებს, აი ბოლო წლები ლიზა უკვე რამდენი წელია, ტაისია 6-ის არის. ხო, აი ზუსტად 6 წელი და 2 თვეა თუ 3. ჩემი ერთადერთი სურვილი არის ის, რომ მოკლედ როგორ გითხრა, დილიდან რომ ვიღვიძებ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ ტაისიას უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. იმდენად აი ყველაფერი ყველანაირი ჩემი სურვილი, ჩემი მოთხოვნილება, ყველანაირი გაიწია გვერდით აი ამ პატარა გოგოს გამო, რომ არც ვიცი უკვე ჩემ თავს რა უნდა ვუსურვო. ჩემი თავის მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ისეთი შვილი გაიზარდოს, როგორსაც, საამაყო გაიზარდოს და ღმერთმა ამის ძალები მოგცეს ქრისტინემ. მადლობა. დიდი მადლობა დღევანდელი ინტერვიუსთვის. მადლობა თქვენ რომ გახსოვართ და მეც შევეცდები რომ ხშირად გაგიხსენოთ და სიმღერებიც მოგიტანოთ და კლიპზეც ვიფიქრებ რომ გადავიღო თქვენი ხათრით. ცნობილები ლიზასთან ერთად